მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის კვირა დღე, ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს ქართულ მოტოსპორტის ისტორიაში. იმიტომ რომ დღეს მივდივართ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე და უნდა გავტესტოთ mini GP-ის ბაიკები რა. როგორი იქნება მათი დინამიკა, როგორ ივლიან და რამდენად დამაინტერესებელი იქნება ჩვენი სოციუმისთვის ეს კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ჯერჯერობით ახალი არის. პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად გამოყენებადი იქნება ჩვენთვის, რამდენად სასიამოვნო სამართავი იქნება და იდეაში ეს ტესტი ემსახურება საბოლოო ჯამში შევძლებთ თუ არა რაიმე ისეთი კლასის გაკეთებას, სადაც ამ კონკრეტული ბაიკებით მივიღებთ მონაწილეობას. წავედით ახლა დავქოქეთ მანქანა და ნელ-ნელა დავაწექით რუსთავისკენ. დანარჩენზე უკვე იქიდან ჩაგერთვებით და ვისაუბროთ, ნახოთ, გადავიღოთ გზა, პროცესი და ყველაფერი ნახავთ მოკეთ ვიდეოში. დროებით ჩამოვედით რუსთავში. მოტოჩიმხანა თარდება ეხლა და უამრავი ხალხი არის. ჩემი ჩაფხუტი ლეგენდა და კომბინიზონი აქ არის. ახლა ჩავისვავ ნელ-ნელა და დავიწყებთ უკვე ბაიკის ტესტებს. Ja. რა ხდება? მაგით ატო შევიდე. ყველა მიჩვენე. სამსამი არ შევდივარ? არა. ერთი გაფუჭდა. გაფუჭდა რა არის? რა, გავტესტავდი პროსტა რა ნიშნულობაა? რომას? ამას. არ შევს მაგით არა, ამიჩვენე. როგორ არის? ერთი და იგივე. Rapatara, ar gadao. ძალიან მაგარია ზო. აი ჩათვალე, ძალიან უსაფრთხოთ და ძალიან მიწასთან ახლოს ვარჯიშობ. თუ რა მეშოვა. და ზედმეტი რაღაცები არ გჭირდება. ძალიან მაგარია. ანუ ძალიან უსაფრთხოდ გძრავ თავს. უნდა რეალურად საბურავები, მაგრამ უშაობს. მაიც მე არ მეგონა რა. არა მე მეგონა. რავი დამიჭირა. ტოპის ანამარ წაიქცევა რა. ჯო, იცი რა არის, პროსტა ფუჩა საერთოდ ვერ ვიყენებდი რა.
მოვიარეთ უკვე ტრეკის სესია, დავბრუნდი უკვე ჩიმანქანაში, ნელ-ნელა თბილისისკენ უნდა დავაწვე რა და პატარა შეჯამებასათვის რო გავაკეთო დღევანდელი სესიის, როგორ მომეწონა. მოკეთ გეტყვით რა ბაიკზე. ბაიკები იყო ინდივიდუალურად მოსარგები, მოგეხსენებათ ყველა ბაიკი რაც ტრეკზე დადის უმჯობესია რომ სტანდარტულად კი არ იყოს ყველა ტიპისთვის გათვლილი, ანუ ინდივიდუალურად შენთვის მოიგო პეგები, კლიპონები, ნუ ეს ხელის მოსაკიდი, ფეხის მოსაკიდი, შიფტერი, ტორმოზი და ასე შემდეგ. რაც შეეხება დანარჩენს რა, ძალიან სასიამოვნო იყო, მიწასთან ახლოს ხარ და დაცემი შიში ნაკლებად გაქვს. ძალიან კომფორტული იყო გადაადგილება იმ თვალსაზრისით, რომ სხვა შორის ცუდი საბურავები არ აქვს, ნუ ჩემ ვიდეოში კი ნახავთ უკან საბურავმა ცოტა მიმტყუნა, სხვა პირელი ვერ არის, მაგრამ ელემენტარულ დონეს გაქაჩავს იმისთვის, რომ ტრაექტორები ვისწავლოთ, მოსახლეობის ალღო ავიღოთ და ამ შემდეგ. და ხო, რა ვიცი, მივესალმები, რომ სამომავლოდ ჩატარდეს ესეთი ტესტები და ზოგადად ამ კლასში მოეკიდოს ფეხი ქართულ მოტოსპორტს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის აღსაზრდელად. ფიზიკურად რთული არის, რომ 600-იან ბაიკზე გაიყვანო ბავშვი ან 300-იანზე და დასვა და ტრეკზე შეუშვა რა. და ეს კიდე ძალიან კარგი ვარიანტია იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვისწავლოთ რა და განვითარდეთ და წინ წავიდეთ ჩვენი ქართული მოტოსპორტი. მე დღეს დაგემშვიდობებით და შემდეგ შეხვედრამდე დროებით.